გასულ კვირას კიდევ ერთი მართლმადიდებლური ოჯახი შეიქმნა. დედით იაპონელი და მამით ფრანგი მირეი მართლმადიდებლური სარწმუნოების არს მომავალმა მეუღლემ გიორგი იაშვილმა აზიარა. 14 იანვარს მირეი ქაშვეთის ტაძარში მოინათლა და ნათლობის სახელი სალომე ეწოდა. ნინო შავერტაშვილი მოგითხრობთ. ძველი ახალწელს ქაშვეთის ტაძარში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოსმა მიქაელ ფოფხაძემ დედით იაპონელი მამით ფრანგი მირეი მონათლა და ძველი ქართული სახელი სალომე დაარქვა. მართლმადიდებლობის არს მირეი მომავალმა მეუღლემ გიორგი იაშვილმა აზიარა. სწორედ მისი სიყვარულით შთაგონებულმა გადაწყვიტა მართლმადიდებლურად მონათლულიყო. ახლად გაქრისტიანებული საპატარძლო ქაშვეთის ტაძრიდან საპატრიარქო რეზიდენციას ეწვია მეუღლეს და თანმხლებ პირებთან ერთად, სადაც იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაუცა. ჩვენ გვინდოდა ქორწილამდე ჯვრის წერა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით ხდება. დღევანდელი დღე ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი ურთიერთობა მამა მიქაელთან მომავალშიც გაგრძელდება. მინდა გავიგო, რაც შეიძლება მეტი და მეტი ჩემს ახალ სარწმუნოებაზე. იაშვილების მუსიკალური დინასტია ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, ლუარსაბ იაშვილისგან იღებს სათავეს. მირეის მეუღლის, გიორგის დედა ნანა იაშვილიც მევიოლინია და მრავალფეროვან რეპერტუარს თავაზობს მსმენელს, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გიორგიმაც ბავშვობიდან ხელოვნების ეს სფერო, მუსიკა აირჩია. მისი პირველი პედაგოგები დედა და ბაბუა იყვნენ. მოგვიანებით სწავლა ვენაში გააგრძელა. ახლა ის კამერული ორკესტრის, სოლისტეს დე არტის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ეს ორკესტრი საუკეთესოდ მიიჩნევა ევროპაში. ნანა და გიორგი იაშვილები აქტიურად არიან ჩართულნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ფესტივალში, აღდგომიდან ამაღლებამდე. 15 იანვარი სალომე და გიორგი იაშვილებისთვის გამორჩეულად ბედნიერი იყო. ქრისტიანული წესის თანახმად წყვილმა ჯვარი კახეთის ვეჯინის ამაღლების ტაძარში დაიწერა. ძალიან ბედნიერები ვართ დღეს და მეორედ ეგეთი დღე აღარ იქნება. ეს ერთხელ არის მარტო ცხოვრებაში. დაგვეხმარდნენ ჩვენი ქართველი მეგობრები. მათგან წამოვიდა პირველი დახმარების და თანადგომის შემოთავაზებაც. იმიტომ რომ თავდაპირველად ჩვენ ცოტა შეგვეშინდა ამ ხელამანძილიდან ჯვრის წერის ორგანიზება. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს შესდგა აქ ეკლესიაში ჯვარის წერა და დაქორწინდნენ ჩემი ახალგაზრდები გიორგი და მიმი. საღამო კი ტრადიციულმა ქართულმა ქორწილმა დააგვირგვინა წინანდალში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდი საერთო სიხარული იგრძნობოდა. დღეს განსაკუთრებული დღეა, შეიქმნა ძალიან ლამაზი მართლმადიდებლური ოჯახი, გიორგი და სალომე იაშვილების ოჯახი, რომელიც აკურთხა მისმა უწმინდესობამ, ჯვარი დაწერა მამა მიქაელმა, ჩვენ ძალიან გვიხარია.
პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ გიორგი და მისი ახლანდელი მეუღლე გახდნენ საქართველოს მოქალაქეები შარშან პატრიარქის შემოქმედებით საღამოზე, ზუსტად იმ დღეს მიიღო მან ეს საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო შემდეგ, როდესაც პატრიარქმა დალოცა ისინი, აკურთხა ის, რომ დაეწერათ ჯვარი საქართველოში. მინდა გულით და სულით მიულოცო გიორგის და სალომეს ეს ძვირფასი დღე, მათი კავშირის. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი დააკავშირა ხელოვნებამ, სილამაზემ. მათ ბავშვობიდანვე ჰქონდათ ნიჭი, მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს კიდეც ამას და ესეც მოხდა, რომ ამ სიყვარულმა ხელოვნებისადმი, სილამაზისადმი ერთმანეთი გააცნეს. და სწორედ ეს არის ეს ორი ადამიანის სილამაზის მსახური. როდესაც ვიცნობთ ამ ოჯახს, ვიცნობთ არა მარტო გიას, იაშვილების ოჯახს, არამედ ძვირფას ოჯახს, მისი მეუღლისას და მის გარემოცვას, მიხვდებით, რომ ეს ორი ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს აერთიანებს. საერთოდ ისეთი ქორწილი გამოვიდა რაღაც ინტერნაციონალური და ესეც არის, მაგრამ აქ გაუცხოება სულაც არ იგრძნობა. იმიტომ რომ არ ჭირდება ხელოვნებას, არ ჭირდება სილამაზეს თარჯიმანი და საზღვრებიც არ აქვს. კვირაკე ულოცავს ახლა ჯვართა წერილ წყვილს, ბედნიერებას და უფლის წყალობას უსურვებს.